ფასიანი პარკინგი მოკლედ, რაღაც ვიღაც უფასო არისო და არ ვიცი ნახოთ. აი მანქანა იქით. შევედით, დგამპა იქით დგას. ის ბაბუც იქ მოვიდა. გუშინაც შევეგვერდით რაღაც მანქანა იდგა ჩვენია. რაღაც აუჩერი მომწეს, მოკლედ უფასოდ ჭამეო ჯიგარო. გენიები. მათაცარა. ნახოთ. მოკლედ მე 14 მაგი დავიჩიე, დაჯექიო და მოვალთო, მოგიტანთო და აზრზე რა რას მოიტანენ, ნახოთ. კაი პონტია. მათაცარა. ყოველსამ დადუსავაროთ. კი. მოიწეს. მოკლედ ესე გამოიყურება აქაური საჭმელი. ზეგი ეს არის რაღაც ინგლისური ყორის პუდინგი თუ რაღაც ეგეთი, ანუ ამას არ ჭამ, არც ამავჭამ ინდიაში. ეხლა უკვე მარტო ეს ოსპი და კვერცხი და ის ჭამე. ის თევზი იყო კიდე. ზეგი 29 ფუტი პარკინგი და ის რა. ეს კომპანიამ გადაიხადა, რა თქმა უნდა, კომპანიის ბარათით. აქ ვიღაცები მოვიდნენ. დავიდეთ ამ შეპარკს. აბაზანა და სარიცხი და რაღაცები, რა თქმა უნდა, აქ იყო უფასო, ზოგან ფასიანია ხოლმე პარკინგებს. ანუ ეს ფასიანი პარკინგიც კაია, ხა მე სიმართლე გითხრათ, წელიწად ნახევარია თითქმის უკვე აღარ მქონია ფასიანი პარკინგი. პირველად გამოვიყენე ხა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ტელევიზორები და კომპიუტერები და რაღაცების დამიდევს იმ ხარახურებთან ერთად რა. ჩვენები აქ დადიან როგორც ჩანს, მაგრამ მე არ დავდივარ ხოლმე. ამასაც თავის მუღამი აქვს, კი ბატონო, მშვიდად ხარ. აგერ უფასო რაღაცებიც არის, მაგრამ ნუ ასეთ ყეღრეში ხარ რა. სიმართლე გითხრათ, ეხლა რო უყურებ, ეს პონტიც რავი მომნატრებიასავით, კაია რა, ცუდი არა გამისტორდა რა. ზომიერება ყველაფერში კარგია, ესეც კაია, ისიც კაია. თანაბრად უნდა იყოს, მარტო ისიც არ ვარგა, მარტო ესეც არ ვარგა, იმიტომ რომ თუ აქ ივლისულ მე ქალაქებში ვეღარ ივი. ოკეანის ხედი და რაღაცები დეგენი დაივიწყე, თუ სულ აქ ივი. კი არის ხოლმე მომენტი რომ აქაც მოდიხარ და მე ავტობუსთან სადღაც გადიხარ, ხა 100 ადგილას არა, უფრო ქალაქებშიც არის, ქალაქებთან ახლოსაც არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი თქვენ სამსახურში კარგად არის რა. გინდა აგაჩერდები, გინდა იგაჩერდები, ჩემი მანქანა ეგრე. აი წავით ხა იმაზე, აბა. საბაჟოზე რა ხდება, ვნახოთ. Жаржа. გამოვედი ახლა მოგეთ პარკინგიდან და აი გუშინ ასეთ ის იყო დაახლოებით მანდაც, აი ტროსებზეა გაბმული და დახტუნავენ ამ იმითი ტრამპლინს და რაღაცებს. ასეთი რაღაცა იყო გუშინ გოგონ დიდი რა. ეს ბევრგან არის ძალიან. ევროპაში ბევრგან შეხვდება მსგავსი რაღაც, ახლა კაცი რამდენად ჩანდა არ ვიცი. ეხლა მივდივარ მოკლედ გამბაჟებას. მერე გემი, მერე ისევ გამბაჟება. და აი გამოჩნდა ოკეანე, აი მის იქით, რომელიც დღეს სავარაუდოდ ღელავს, იმიტომ რომ ქარია. ნახოთ. ხეს როგორ ახსოვს. არაფერი ისეთი, მაგრამ ნუ ერთი-ორჯერ დააძაგძაგებს გემს, მეტი არაფერი. ნუ ეს ტალღები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ეს რაღაც გემი საკმაოდ არყიოს, კაცო. კი, კაცო, ეს ტალღები საკმარისია. მაგრამ მეჯერ აქ არ მოვდივარ. მე ჯერ მივდივარ აი სადღაც იქით. აი იქით სადღაც. საკმაოდ ქარია, კი.
კი კაც. ნამდვილად საკმარისია გემის კარგად შერყევისთვის. მეთქი არ შეუძლია ამ გემს, ნო. ეს ტალღები საკმარისია, რომ ეს გემი დაარყიოს საკმაოდ კარგად, მეგობრებო, აი საკმაოდ კარგად. ღრმად რო გაუშვა ეს გემი, ნამდვილად ვერ გაუძლებს ჩემი აზრით. ეს ეხა აქედან იქ არაფერი არაა, სულ 50 კილომეტრია როგორც ვიცი რა, რომ გადავცურავთ რა. საკმარისი. ჩვენ ძირითადად იქ აშფორტში დავდივართ საბაჟოზე, მაგრამ ეხლა რაღაც სხვა საბაჟო მომწეს აქ პირველად მივდივარ, აზე არა ვარ. აქაც უნდა გავიარო ეხლა საბაჟო და მე საფრანგეთშიც შტამპი უნდა დავაბეჭდეთ, უნდა დავარტყმევინო და არ ვიცი ეხლა ეგეთი რამე აქ ამ კომპანიაში პირველად მოქვს. ეს ჩემს ვიდეოებში ადრეს მიჩვენებია რა ვიცი. აი რა მაგარი პრინციპია გამას ნახე. სადღაც აქით მოვდივარ და მე არ ვიცი ეხლა აქ სად მოვდივარ. პარკინგ ზონაში მოვიდე როგორც ჩანს. სად რა ხდება წარმოდგენა არა მაქვს როგორც თქვენ არ იცით ისე მაგრამ ალბათ მოიც ერთი გავთი შეხამე ტელეფონი და ვნახო აქ სად რა ხდება ახალი მარშრუტის გამოთვლა ალბათ აქით კი Съезжайте с перекрестка с круговым движением. Прибудете к месту. რა საბუთები იყო შესაძლებელი ვერაფერი ვერ გავიგე ვიღაც ესპანელი ავსებდა რუსანი ბავშვი რო შპარგალკას გადაიწეს უყურებთ და უბრალოდ ისაც წერდა ის გადმოვიწერე მე всё ეგ იყო მთელი ამბავი ვერაფერი ვერ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა ამიტომ უბრალოდ დაუჯექი გვერდზე ვიღაც სხვა მძღოლს არ იყო კი ბატონო არც სულაც მოლაპარაკე არც ინგლისურად მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევავსე რა ხოლმე ახლა საათი დაგველოდეო და ახლობით 1 საათია ტელეფონის ნომერის დამაწერნეს ფუცელს და всё წამოვლები ახლა აზე არა ვარ დაველოდებ მანქანაში ხარკო არ ვიცი
YouTube-ში რაღაცებს გავაკეთებ რა. ასეთი გაუგებრობები გექნებათ, მაგრამ რა შვებით არაფერს, უყურებთ სხვა მძღოლს, ან თხოვთ სხვა მძღოლს დახმარებას, ან თვითონ მოვა და დაგეხმარება და ასე შემდეგ, თორე ეხლა აქ რუსულად ის რომ გააგებინო და ინგლისურად კიდე, ну, ყოველ შემთხვევაში ვინც ინგლისური იცის, ბევრად გამომართებდება მუშაობა, რუსული უბრალოდ უფრო სამსახურში დაგჭირდება, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუსული თუ ინგლისური ორივე ენა, ნებისმიერი ენა, პოლონური, რუსული ან ინგლისური რა ქარია, ნებისმიერი გამოგადგება თქო. ზოგადად სამუშაოდ ევროპაში ხმად, თქონგან მე უკვე ინგლისური უფრო გამოგადგებათ ან ხელფეში. minutes later. გავიდა 9 საათზე მეტი 40 წუთზე მეტის გავიდა ცოტა. გამოდი ახლა მივიდეთ ახლა მედია მზადი. მოკლედ აგერ მოვიტანე საბუთების სულ ეგარი, ახლა მას დავალაგებ და წავედით მოკლედ. კაც რაღაცებს არემონტებენ, ახლა როგორც ჩანს აკეთებენ ახალ რაღაცებს. ესე იგი მეწრესთან იქით რო შევედი, ახლა გასასვლელი ეს უნდა იყოს, გასასვლელი საერთოდ გასასვლელი. აქ უნდა იყოს ახლა გასასვლელი. ნახოთ. ეს ძველია და ეს ახლა ახალს აკეთებენ, კაია, ნო. აგერა გასასვლელი. ანუ წრეზე რო შემოვედი აქით თუ აქით მეთქი რო თქვენ ორივე ერთ იგივე ყოფილა, უბრალოდ ის შესასვლელი იყო, ეს გამოსასვლელი, აგერა ის წრე. ეხლა ალბათ ამას ჩაულებდათ შავარჭოფ აქ. აქ უნდა ვაჩვენო ალბათ სკანერს და გაიხო კი ბატონო. Sega. აი შევედი მე, გამოვედი აქეთ. საარიცი ეგა, ახლა როცა იცი უკვე სიო აქ მეორეჯერ რომ მოხვიდე უკვე რაღა არის არაფერი. ხო იქ საბუთებშიც პრაქტიკულად რა წერი მანქანის ნომერს, მისაბმელის ნომერს და შენი სახელი გვარი ხელმოწერა, თარიღი, ტვირთის დასახელება და ნუ ელემენტარულები რა, მაგრამ როცა არიცი ცოტა ისეთი შეხარ რა ადამიანი და ხოგონებთ ყველგან გადასვლა არის სხვადასხვანაირი, შვეიცარიაში სხვადასხვანაირად არის გადასვლა, ინგლისში სხვა სიტუაცია, იტალიიდან რო გადადიხარ შვეიცარიდან რო იტალიაში გადადიხარ, იქ სხვა ყველგან სხვა სიტუაცია, გამბაჟება ყველგან სხვადასხვანაირად არის, მაგრამ ნუ მაინც პრინციპი ახლობთ ერთ და იგივეა რა. და სიტუაცია ერთ და იგივეა. არასდროს არის სად რა ხდება, მაგრამ ყველაფერს აკეთებ. ეგ არის რა. ასე რომ სირთულე რამე განსაკუთრებული არაა, თუმცა რა თქმა უნდა სასიამოვნო არა, ეხლა რაღაც ახალს რო აკეთებ და რო არისა და არანაირ სასიამოვნო ეგ არაა, მაგრამ ნუ ხოგეუნებით ეხლა ესეთი პირველად დატურს ისინი, პირველად გამბაჟება, პირველად დატურთვა, პირველად დასლა ესენი უკვე იშვიათად მეორდება ხოლმე. თავიდან რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი პირველად იქნება თქვენთან. მაგრამ ეხლა უკვე არაფერი ისეთი. უკვე უბრალოდ ერთ და იგივეს რო ხარ ადამიანი, მიჩვეული და ძალიან რო გიმარტივდება ყველაფერი. და პატარა ესეთ რაღაცა გამოგიხდება, მერე ცოტა ისე ხარ ადამიანი, არაფერი არ იყო რა, იყო ხა მაქსიმუმ 10 წუთი დამჭირდა ყველაფერს გარკვევაში, ხო? წავედით ახლა ჩვენ გემზე და მერე უკვე კიდევ ერთი ახლა ეს რაც გამაბაჟეთ, აქ ბეჭედმა დამერტყან იმაზე, იქ საფრანგეთის საბაჟოზე კიდე და всё, იქაც პირველად მივიდა, იქაც არ ვიცი რა ხდება. ნახოთ. კარი ცოტა ჩაწყნარდა ისე ახლა შედარებით. რომ მოვედი მაშინ საკმაოდ კარი იყო. ახაც კი არის აგერ ხევა, მაგრამ ნახოთ.
ტალღები კიდევ არის მაინც. კლასიკები. ერთი, მეორე, მესამე. და ეგ არის, მოვედი მე გემთან. ეს გემის ვიდეოები და რაღაცები კი აქვს ნანახი გემზე ასლა ჩამოსვლა. ეხლა ვნახოთ გემში თუ იქნება რამე ესეთი ტალღები და თუ იქნება ესეთი დარტყმები, აბა ვნახოთ. ერთობა ხალხი. აი, ავირჩიოთ ჩვენ დიდი მანქანის ხაზი და წავედით. Рожа. Мультфильмის მანქანაა просто. ესე სუღებს. ჩვენი გემი. წამოვედი ხა და არის კიდე განსხვავება რომ მაგალითად ჩვეულებრივად 50, 100, 120 რაღაცა რიგის ნომრები რო არის, ასევე არის 82H ან 82A ან 82 რა ვიცი რაღაც C. ეგენი არის განსხვავებული, აი იქით განახილნენ, მაგ ჩვეულებრივად ეს ამას ეხა არ ვიცი რამდენი ჩანს, მაგრამ 70, 71, 72 აწერია. აი აგე, ანუ ესეთი რიგი კიდევ არის სხვაგან. აი აგე რა მეგობრებო, ეგ ნახეთ, აი 82H ხო არის? და 82H, აი სადაც წერია, აგერაც აწერია. ახალი მარშრუტის გამოთვლა. მაგრამ აგერაც განახებთ ახლა. აი. ჩანს. ზეულთავს, აი 82H. რაღაცა პატარა განყოფილება, სადაც ესეც არის რა. Strani mankami dadian. Ai adre mitქვია ვიდეოებში ველოსიპედით დადიან მეთქი. აი ხა გადმოვიდა ეგრე ტიპი ველოსიპედიდან, ახლა წამოვაქით ნახეთ. ჩვეულებრივად გადმოვიდა ხა იმ ტრეილერამდე ეს ველოსიპედიანი ტიპი. აი იქიდან ჩამოვიდა ეს, აი იქიდან ჩამოვიდა ჩვეულებრივად. ეს დადიან ხოლმე ველოსიპედით რა ის. დავიზარდო, ბაბუ ჩემზეც იყოფილა ეგრე. სხვა რიადიდან გაუშვეს ეთყობა ბაბუ. ამას ნახე რა აქ ჩაგმული რომელ ტრეილერს. ჩვეულებრივ ტიაგას. ამ ხელა სახლი პროცები აქ ჩაგმული ნახე. ყველა ცუდი რიადია ეს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს უნდა მიიყვანო იქით სარკი. და
აქეთ კიდევ ვერეტევი რა. GPS-ის სიგნალი დაიკარგა. ქალი. მოდი ოკაიას ამჯერ შემთხვევაში ქალია მაშინ. აი, ჩვენ დავაყენებ ხა მაინც პარომზე ამას არ უნდა 2 საათიანს, მაგრამ მაინც დავაყენებ რა ხან ქვეყანა იცვლება. ამიტომ ქვევით. ოკეი, ქვევით. ნაჩალო. ველოდებით უკან, ოკეი. აგერ და პარომზე გაიჭავით. ავიღე ჩემი საჭმელი, რომელიც ესე გამოვიყურება და დავაჭიდეთ მოდი აქ. გემი ქანაობს როგორც დგას ისე. ასე რომ ეს საკმაოდ იქანაობს იქაც. ასე გამოვიყურება დღევანდელი საჭმელი. აი ჩაკეტილია კარები რო გარეთ გავიდე, იმიტომ რომ ქანაობს გემი რა და ეს კარების დაკეტილი, ეს კარების დაკეტილი. არა ვშავეთ სხვა. მოკლედ საკმაოდ ქანაობს გემი. განახილ რეალურად როგორ ქანაობს გემი, აი აქედან უფრო კარგად აღიქვათ, აი წყლის სიარო უფრო დავაბუდეთ ნახეთ. აი რა გონი რაში შვება ხედა. როგორ ქანაობს გემი ხედა. ეს იორჯი ისეთი დაგზაგა. უნდა ამას მოვებრაუჭეთ, თორე ამ დროს არ არის საერთოდ სასიამოვნო რა. აი ეს პატარა ტალღები, აი ეს ისე დააქანავებს გემი კაია, როცა ტალღები არაა, თორე ტალღებზე საერთოდ არანაირი სიამოვნება არაა გემი. გემია რა. ალღები ეს ხომ 170 ფუტიანი იახტა, მერე რა? მამის დედაც აქ რა ჯანდაბა ხდება? ტალღები საკმარისია, რომ უკვე ესე აქანაოს რა. Les compressions de l'or, ça te suspecte, là, tu as été travailler.
სტროლა ასწორებს მარტო. Დაწვევი დავსიო მთლიანი მასა რო ქანაობს. ეკტომა და სიარული ამ დროს არ ასწორებს ვაფშე. აი ეს პრინციპი აგერ შემოვიდა, ჩამოვედი ახლა რა. ამ ხელა სახლისა მოგნუ. მაგარი ამას კი იქნება ერთი 60-ხიანი ბაიტი. მაგარი. აქ მეგობრებო ვიდეოში კი ისე ჩანს რომ ვითომ გავდივართ, მაგრამ რეალურად ხრები ისა მაქვს, თორე რეალურად აქ არის რამხელა მანძილი განახეთ ახლა. 1-2 მკაველაზე ოდნავ მეტია მეგობრებო. აგერა ჩემი ჭრელა. აქ ეხა განიერია, კი ბატონო, თავისუფლად გავდივარ. მაგრამ მაინც ისე ბალანს ვიკავებ. ეხლა აქ უკვე ვსიო, აქ ხრები უნდა შევკვიშო, თორე აქ ვერ გაეტევი ფიზიკურად. აგერ შეიძლება. так, პარომი მოხსნათ ეხლა უცებ. კვირით, ოკეი, განიც პარომ. დავალოდეთ, უკან, ოკეი. და ეხლა პარომ ქვეყანას შევცვალოთ. ინგლისი დავხურეთ, საფრანგეთიც, ოკეი. უკან, ოკეი. ამისი ამბავიც მორჩა. ისეო გავეთ ეხლა აქედან და აქვე არის ამ ტერიტორიაზევეა სადღაც ეხლა ეს დაიჭერ GPS და მიჩვენებს. ამ ტერიტორიაზევეა რაღაც გამბაჟების ბეკეტი თუ რაღაცა რა ის ნახოთ. იღებდა მეგონა, მაგრამ არ იღებდა მეგობრებო, თურმე ქვეყანაში ვსულ ბელგიამდე კი მოვედი მე 60 კილომეტრია. კანისტრანი ფრანცია. ამანაც ქვეყანაში ცვალა ეხლა. აჩალსტრანი ბელგია. ცუდი გასასვლელია თო. უკან, ოკეი, მე შევცვალე ქვეყანა და ეს მე მგონი ის მანქანაა. იქ რო მისაბმელი იყო, ხო ეგ არის. ეგ არის, მაგარია ხო ესე და. აუზ ქონა ამის მოვამი და. მაგარი. ახალი მარშრუტის გამოთვლა. კარგით, მოკლედ სულ ეს იყო ამ ვიდეოში. გამბაჟება გავაკეთე,
შტამპი დავარტყმევინე. ქვეყანა შევცვალე და წავედი ბოლოენში. აბა თქვენიც, ყოჩაღად ყველა.